მოვამზადოთ მედოკის ტორტი. 120 გრამი შაქარი მოვათავსოთ თასში. შემოვდგათ ნელ ცეცხლზე გასადნობად. აქ სიფრთხილეა საჭირო, რომ კორძები არ გაიკეთოს. ვამატებ 80 გრამ თაფლს. თაფლი რო ჩადნება, ვამატებ 120 გრამ კარაქს. შეგვიძლია ცოტა გადმოვდგათ ხოლმე და ისე ჩავადნოთ კარაქი. ცხელშივე ვამატებ 1 სუფრის კვერცხს სოდას და ზემოდან დავაწურე ლიმონი. ეს მასა უნდა შეგრილდეს, რომ კვერცხი დავამატოთ. მე 2 ცალი კვერცხი, 2 დიდი კვერცხი მაქვს, ჩავახალე თასში და გავთქვიფე. ცხელი მასა უკვე საგრძნობლად შეგრილდა, უფრო მეტად რო შეგრილდეს, დავამატე 2-3 სუფრის კვერცხი თან მოვურიე. მასა იმდენად უნდა შეგრილდეს, რომ კვერცხის დამატებით კვერცხი არ აგვეჭრას. ფქვილი, რა თქმა უნდა, გაცრილი მაქვს წინასწარ. მე დავამატე 400 გრამი ფქვილი, მას არის რბილი, ხელებზე ეკრობა. გადმოვიტანოთ ცელოფანზე და გადავახვიოთ. შევინახოთ მაცივარში 20 წუთი მაინც რომ დაისვენოს და ცოტა შემაგრდეს. გავყავი 6 სტოლ ნაწილად. საცხობ ქაღალდზე და გავათხელოთ, მივცეთ წრიული ფორმა. ზედმეტ ცომებს ერთად მოვაგროვებ და ბოლოს გამოვაცხობ ზევიდან მოსაყრელად ნაფხვენებისთვის. ხდება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 5-6 წუთი. ფენები ისე მალე ცივდება, რომ ეხლავე შეგვიძლია კრემი მოვამზადოთ. ოთახის ტემპერატურის რბილი 200 გრამი კარაქი მოვათავსოთ თასში. ვამატებ ვანილს და გავთქვიფოთ კარგად. გავამატებ 2 კილა მოხარშულ შესქელებულ რძეს. დავიწყოთ ფენების დაკრემვა. კრემი არ დაგენანოთ თავიდანვე, საკმარისზე მეტი კრემი გვაქვს, თუმცა მაინც უნდა გაითვალისწინოთ, რომ 6-ვე კარგად დაკრემოთ და გვერდებსაც საკმარისი კრემი მიაქვს. მოვაყაროთ ნაფხვენები, ეს ის ბოლო ფენაა, რომელიც გამოვაცხე, გაცივდა, დავაბლენდერე და აი ასე მოვაყრე, თანაბრად გადანაწილდეს. და საბოლოოდ გამოგვივიდა აი ესეთი ძალიან ეფექტური ნამცხვარი.